ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი საბჭოთა პერიოდიდან გადმოყოლილი მიწისქვეშა გადასასვლელია, იმიტომ რომ თავისთავად ასეთი საინჟინრო ნაგებობა არ არის იაფასიანი, საკმაოდ ძვირიჭდება ამის კეთება. თავარი არის, რომ ადამიანს თავიდანვე აქვს განწყობა, რომ ეს არ არის ის სივრცე, რომელიც მას უყვარს. ეს არის სახიფათო სივრცე, ეს არის ბნელი სივრცე, ეს არის ცუდი არომატის მქონე სივრცე და ადამიანიერიდება. მიზანი არის, რომ ეს სივრცე ისე დავაგეგმაროთ, ისე დავაპროექტოთ და ისე რეაბილიტაცია გავუკეთოთ, რომ ადამიანისთვის კომფორტული გახდეს აქ ჩამოსვლა. ქალაქმა უნდა შექმნას სტრატეგია. რა არის თავი? მანქანა თუ ადამიანი? ცნება საზოგადოებრივი სივრცე თანამედროვე სამყაროში სულ უფრო აქტუალური ხდება. მიწისქვეშა გადასასვლელები ის ადგილია, რომლებიც მოქალაქეებმა ფუნქციონალურ გამოყენებასთან ერთად სხვადასხვა მნიშვნელობით აითვისეს. მუსიკოსები და სტუდენტები ერთმანეთს ხვდებიან, გამყიდველები კი მჭიდრო კავშირში არიან პოტენციურ მყიდველთან. თუმცა ამ სივრცისკენ სწრაფვა ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში დაიწყო. სიმბოლოების ისტორიას, როდესაც სწავლობენ ხოლმე, აუცილებლად იხსენიებენ თქვათ კატაკომბების მხატვრობას, რომელიც იყო მთელი ქალაქები, ხო, მიწისქვეშ და სადაც ხდებოდა ისევ არალეგიტიმური ჯგუფების შეკრებები. ვეძებთ ამ განცხადებებს. გავიცნობ აქტიურ ბიჭს. ლეგალიზაცია, ალბათ მარიხუანის ლეგალიზაციას გულისხმობს თბილისი. ეს არ არის ორიგინალური. ამ კედლით დავიწყეთ ყველამ ერთად ხატვა, იმიტომ რომ ყველა თავისთვის ხატავდა თავის მარტო ხატავდა ყველა. აქ მოვედით პირველად დავხატეთ ყველამ ერთად. სოციალური გზავნილები და საჯარო სივრცეებში დატოვებული ნახატები ადვილად იქცევს გამვლელის ყურადღებას. სტრიტ არტი ეს არის ფორმა, რომლის საშუალებითაც არტისტი საკუთარ აზრს ან მდგომარეობას გამოხატავს. თავიდანვე პროტესტი იყო, რომელიც გადაიზარდა მერე უკვე არტში. და საკმაოდ კი, ეს არის ჩემი, მე ვხატავ პერსონაჟებს ძირითადად და უკეთებესად ჭრელ თვალებს, რომ მინდა რომ დავანახო ადამიანებს, რომ სამყარო არ არის ერთი ფერის, არის სხვადასხვა ფერის. საბჭოთა კავშირი დაიშალა. პოლიტიკას საწავიდე იძულებული გავხდით, რომ ჩამოსულიყავით ქვევით, ვიდექით აქ აი მიწისქვეშა გადასვლელში წინა მხარეს. რეგულარული კლიენტები მყავს, იმიტომ რომ მთელი როგორ გითხრა, დაახლოებით 18 წელი მაინც მუშაობ ამ მასში ახლა ამ სფეროში და წლების განმავლობაში არის ბევრი ისეთი, რომელიც აი მოდის ჩემთან. რამდენიმე წლის წინ თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელები GeoAR-ის სახელოვნებო პროექტმა დაიკავა. 41 არტისტი სხვადასხვა ქვეყნიდან შეეცადა ეს გარემო უფრო უსაფრთხო, საინტერესო და ჰუმანური ხელოვნების გზით გაეხადა. აქ იყო ერთი ნამუშევარი, იქით ამ მხარეს, რომელსაც ერქვა სარწმუნო ნიშნების დიქოტომია. ეს იყო ესეთი ზებრა გადასასვლელი, რომელიც იყო მიწის ქვეშ ჩატანილი. ანუ ეს იგივე ცოტა რაც დაბნეულობას იწვევს, რატო არის ზებრა მიწის ქვეშ, მაგრამ ეს უსაფრთხოების მომენტი შემოტანილი. აი ესეც იყო ნამუშევარი, რომელიც გაიცნობს ახალგაზრდას. ჩვენი მიზანია და ჩემი აზრი არის, რომ არ უნდა იყოს სუფთა კომერციული ეს სივრცეები. ანუ სივრცეც უნდა დაუტოვოს არაკომერციულ სახელოვნებო თუ სხვა გამლელს, რომელსაც სხვა ინტერესებით შეიძლება ჰქონდეს. არის მიწისქვეშა გადასასვლელები, რომლებიც პრაქტიკულ გამოყენებასთან ერთად საზოგადოებრივ საპირფარეშოდ არიან ქცეული. თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელები კვლავ გადის განვითარების გზას. მათ საკუთარი ცხოვრება განაგრძეს, რომელიც მიწის ზევით, ღია ცის ქვეშ ცხოვრების პარალელურად განვითარდა.